ვერ ხედავ სად მიდიხარ? რატომ ხარ ასეთი თავხედი? უბრალოდ ასე მინდა. სასწავლო წლის დაწყების გამო აღელვებული ვარ. გამარჯობა ყველას. დაბრუნდი. ლუნა დაბრუნდა. ეს ფეიერვერკია? ხო. დილან, როგორ შეძელი კამპუსში ფარულად შემოსვლა? ნუ ღევავ პონკა. ჩვენ საუკეთესოები ვართ. ეს ნამდვილად სახალისო იყო ჯანდაბა. რატომ გახდი დღესავად? კამპუსში კონცერტი გვაქვს. როგორ მოგწონთ ჩემი ახალი კაბა? სპეციალურად ახალი სასწავლო წლის გახსნისთვის ვიყიდე. შენი კაბა უბრალოდ ზღაპრულია. რას ფიქრობ ჩემს ახალ ვარცხნილობაზე? ძალიან გიხდება. ლოლის თოჯინას გავხარ. გოგოებო, აბა რა სიტყვით ამაზე? ვაუ! გაიზარდე ისინი თუ რა ხდება, ჰა? არა? შეპატარა მატყუარა. ოლივკა, ფრთხილად იყავი, შეიძლება გასკდეს ასე. გამარჯობა ახალო გოგო. გამარჯობა. ლეია, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ახალი კაბა იყიდა უკვე? არა, დრო არ მქონდა. ყველა კაბა გაყიდული იყო. საწყალი ლეია, ტანსაცმლის გარეშე დარჩა. როგორი უიღბლო ხარ. ჩვეულებრივი ტანსაცმლით მოგიწევს წასვლა და ასე არავინ მოგაქცევს ყურადღებას. თუ გონია რომ სასწავლო წლის გახსნაზე ჩვეულებრივი ტანსაცმლით დასწრების მეშინია, ცდები, მაინც წამოვალ, გაიგე? ო, გოგოებო, ლეიასთვის ჩვენი ტრადიციის შესახებ მოყოლა სულ დაგვავიწყდა. არაფრის თქმა არ არის საჭირო. ის მაინც არ დათანხმდება. ის ერთ-ერთი ჩვენგანი არასდროს გახდება. რაში არ დაგეთანხმებით? დაივიწყე ეს, შენ ამას ვერ გაუმკლავდები. გოგოებო, თუ გონიათ რომ სუსტი ვარ, ცდებით, მომიყევით თქვენი ტრადიციების შესახებ. გოგოებო, უნდა ვუთხრათ მას? დარწმუნებული არ ვარ. კარგით გოგოებო, მოდით, მივცეთ მას შანსი. კარგი ახალბედა, მოდი ჩვენთან. ამინა, მზად ვართ. გოგოებო, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობ. ნუ ღელავ ამინა, ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, ხო, სად არის სტეფი? მას თავისი შოუ უნდა მოემზადებინა. სტეფ, გამოდი გარეთ. ეს კატასტროფა. ჟონგლიორობას ვერ ვისწავლი. სტეფ, ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია. ყველა ჯამბას შეუძლია ჟონგლიორობა. სტეფ, არ ინერვიულო, რამდენიმე სახალისო ხრიკი გვაჩვენა. კარგი, გირჩევთ კიდევ ერთხელ გაგვიმეოროთ. გამარჯობა ყველას. მე დაბრუნდი, ლუნა დაბრუნდა. ლუნა, მოგვენატრე. სტეფ, საიდუმლოს გაგიმხელ, მე ჯამბაზები მძულს. ჰა, მადლობა კომპლიმენტისთვის. შენც მშვენივრად გამოიყურები. გამარჯობა ლუნა. თქვენ რა ისევ კამპუსში ხართ? რა სამწუხაროა. ჩვენც გვიხარია შენი ნახვა. ლუნა, ზუსტად დროულად დაბრუნდი. დღეს კონცერტი გვაქვს. მე მუსიკა მძულს. ლუნა, ოდესმე რამეზე აღფრთოვანდები? შენ წარმოიდგინე არა. კარგით გოგოებო, გავაგრძელოთ რეპეტიცია. ნაის, ხელი მომკიდე. რატომ? ეს სახალისო იქნება. კარგი. ჭყვიდან ხომ არ გადახვედი? მაგარი იყო. კარგი ბიჭებო, წავიდეთ. კონცერტი მალე დაიწყება. კამილ, სპექტაკლის წინ ნერვიულობ? ცოტათი. ეს საოცრება იქნება. ტრეკი მაგარია. უკვე 100 ჯერ მოგუსმინე. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ჩვენ შენი მეგობრები ვართ. და ასე მოხდა ეს. შენ და ბრმა ხარ? ვერ ხედავ სად მიდიხარ? ეს ჩემი ბრალია. სინამდვილეში შენ შემეჯახე მე. კამილს ბოდიში უნდა მოუხადო ახლა. არასდროს არავის მოუხდი ბოდიშს. ჰეი, თავხედო გოგო, საიდან მოხვედი შენ საერთოდ? იგივე ადგილიდან, საიდანაც ყველა დანარჩენები. შენ ახალი გოგო ხარ? ჰეი, ახალბედა გოგო, რატომ ხარ ასეთი თავხედი? რადგან ასე მინდა. კამპუსში შენნაირი ადამიანების ადგილი არ არის. დილან, რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ აქ? მოიცა პონკა, სულ ცოტა. წავიდეთ, რაღაცას გაჩვენებ. და ბუმ, დღეს სახალისო იქნება.
ეს ფეიერვერკია? აჰა, დიდი. დილან, როგორ შემოხვედი ასე კამპუსში ფარულად? ნუ ღელო პონკა, სახალისო იქნება. კონცერტისთვის სადღესასწაულო ფეიერვერკები გვექნება. ო, მე მიყვარს გართობა. რა სიტყვი პონკა? მოიცა გოფი? დილან, გაგიჟდი? თვინმე გაიგებს ამის შესახებ კამპუსიდან გაგვაგზავნე. ძალიან ბევრს ღელავ. ვერავინ გაიგებს თუ საიდუმლოს არ გაამხელ. გონი მაგარი იდეა. მე მიყვარს ფეიერვერკები. მეც კარგით ლუზერებო, აბა რასაკეთებთ აქ? ოფიცერო ჩაკ, ჩვენ აქ ტანსაცმელს ვიცვლით და კონცერტისთვის ვემზადებით. დღეს კამპუსში კონცერტი გვაქვს და იმედი მაქვს თან ფეიერვერკი ან ასაფეთქებელი არ მოგიტანიათ. ჩვენ? არა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამის გამო შეიძლება კამპუსიდან გაგვრიცხონ. ხომ ასეა, დილან? კი. იცოდეთ, მე ყველას თვალყურს გადევნებთ, გაიგეთ? მოუთმენლად ველი აფეთქებას. კონცერტი, 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 კონცერტი. დროულად მოვედით. კონცერტი ჯერ არ დაწყებულა. ყველა უკვე შეკრებილია. დროა დავიწყოთ. გამარჯობა კამპუსო. ვაუ! დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სასწავლო წლის დასაწყისი. ურა! და ჩვენ სადღესასწაულო კონცერტს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ. ურა! დავიწყოთ უკვე. მოუთმენლად ველი ფეიერვერკის აფეთქებას. ურა! რა? გუფი, რაზე ლაპარაკობ? მე ვხუმრობდი, მინდოდა მეთქვა რომ მოუთმენლად ველი წარმოდგენის ნახვას თქო. ჰო. და თქვენი განწყობისას ამაღლებლად ჩვენ დავიწყებთ ჩვენი მხიარული ჯამბაზებით. რა სისულელია ეს? ცირკში ვარ თუ რა ხდება? მე მომწონს ჯამბაზები. ისინი ისეთი მხიარულები და ფერადები არიან. ტადამ! ჯანდაბას ჯამბაზები. ჰეი, კალათბურთელებო, ეს თქვენთვისაა. არ მაინტერესებს ეს. შეეგებეთ ჩვენი წარმოუდგენელი ტყუპების სცენაზე, პოლი და მოლი. გამარჯობა ყველას. მეგობრებო, თქვენთვის ცეკვა მოვამზადეთ. პოლი, დავიწყოთ. მას სურს, რომ მისის საყვარლობა ვიყო. მე მინდა, რომ პოლი არასწორ ხელს იყენებ. შეგიძლია შეწყვიტო ჩემი დადანაშაულება. ეს უკვე 1000-ჯერ გავაკეთეთ. არასწორად აკეთებ. ნერვებს მიშლი. არა, ნერვებს შენ მიშლი. კარგი, სარეკლამო შეცვენება. ჰეი! რა მტკივნეულია. კონცერტი. ჩვენი ჯერია მეგობრებო, ჩვენ საუკეთესოები ვართ. ჰო, მე დილანი და პონკა. და ასევე ბუშტიც, მაგრამ ის ავად გახდა. ამ ლუზერებმა დღესაც ალბათ ისევ რაღაც სისულელე მოიგონეს. ჰეი, პონკა, გუფი. ვაუ! მეგობრებო, ჩვენ მოვამზადეთ ჯადოსნური ხრიკი სახელწოდებით გაუჩინარების აქტი. რა სიტყვით რომ რაც შეიძლება სწრაფად გაქრეთ, შენ ნერვებს გვიშლი და თქვენ მოშორდით აქედან თუ კარგია. კარგი, 3-ის დათვლაზე გავქრებით. 1, 2, 3. ეს ლუზერები, საზიზღრები ხართ. კი, ნებისმიერ პატარა ბავშვს შეუძლია ასეთი ხრიკის გაკეთება. ხო? ლუზერებმა ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენას სცადეს. მოდით, ტაში დავუკრათ მათ. და ახლა სცენაზე კალათბურთელები თავიანთი ცნობილი მოცეკვავე კრევეტებით გამოვლენ. გამოგვაცხადეს. მოდით, გავაკეთოთ ეს მეგობრებო. 1, 2, 1, 2, 3. იდიოტები. შესანიშნავი ნამუშევარია ბიჭებო, ჩვენ საუკეთესოები ვართ. და ვინ არის ეს? აი, ჩვენი პატარა წილიც გამოვიდა. ეს ციცილა კი არა, მამალია. ლეია? ლეია?
ეს კამპუსის ტრადიციაა. წიწილა ხომ ჩვენი თილისმა? ლეია, ჩვენ ეს ტრადიცია არ გვაქვს და არც ქათმის თილისმა გვაქვს. გასაგებია. მას სულელო გოგოებო, თქვენ გადაწყვეტეთ ჩემი დაცინოა. ამ კოსტუმში ძალიან სასაცილოდ გამოიყურები. მოშორდი აქედან. მაშა ასე მეგობრებო, კონცერტი გრძელდება. არავინაა, კარგი, სანამ ყველა კონცერტზეა, გირჩევთ ფეიერვერკი ავანთოთ. რატონებული ხარ, რომ ეს ტუალეტში უნდა გავაკეთოთ? კი, მე ეს ადრეს ბევრჯერ გამიკეთებია. ენდემას, დილანმა იცის თავის საქმე, ის ამაში პროფესიონალია. მაშასე, მოდით გავაკეთოთ. ის არც ისეთი ძლიერია, მხოლოდ ცოტაოდენი ხმაური. საკმაოდ მაგრად იწვის. რატომ არ ფეთქდება? ეს ნამდვილად სიკიჟე იყო. დილან, რა ჯანდაბაა? შენ თქვი რომ ეს სუსტი იყო. არ ვიცოდი. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. Say no.